იყო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის დამოუკიდებლობა ჰქონდა აღიარებული საბჭოთა რუსეთს, ანუ მის მიერვე აღიარებულ ქვეყანას დაესხა თავს. იყო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც აღიარება ჰქონდა მიღებული მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოსგან. ასევე იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც ჩაატარა საყოველთაო არჩევნები, ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც სამხედრო წინააღმდეგობა გაუწია წითელი არმიის შემოსვლას. დღეს შესრულდა 104 წელი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დაწყებიდან. აი ამ დღეს საქართველოს შემოვიდნენ წითელი ჯარები, რომლებიც წყალებში რომ ვთქვათ, იცავდნენ საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს იცავდნენ დასავლეთისგან და იცავდნენ ქართველ შრომელებს, გლეხებს და შრომელებს. ეს რიტორიკა, რაც ჩვენ დღეს გვესმის არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ისეთივე რუსი მარიონეტებისგან, როგორი მარიონეტი ქართველებიც საბჭოთა რუსეთს ყავდა 104 წლის წინ, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რომ ეს ისტორიის გაკვეთილები გადავიმეოროთ და ჩვენ კიდევ ერთხელ იგივე ისტორიას ვეღარ გავევლით. ჩვენ ამჯერად აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არის აი აქ შეკრების მიზანიც, აი ამ თემის გახსენების მიზანიც და იმ პროტესტის მიზანიც, რომელიც უკვე თვეებია მიმდინარეობს. ლენინის ინიციატივა იყო, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველომ და საბჭოთა რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ასევე ტერიტორიული მთლიანობა. ერთ-ერთი ასეთი საოკუპაციო რეჟიმის მსახური იხსენებს, რომ ესაო რო ავედი კოჯორში და დავინახე პირტიტველა ბიჭებიო, გავბრაზდი ნოე ჟორდანიანზე, ნოე ჟორდანიან ბიჭები შეაკლა. ეს საკმაოდ გავრცელებული სენტენცია იყო, მაგრამ დავუბრუნდეთ საკუთრივ ომის საკითხს და იმ მითოლოგიას, რომელიც საბჭოთა პერიოდში შეითხზა. ეს ნამდვილად მითია, რომ მხოლოდ იუნკერები იბრძოდნენ. თუმცა ამით რამდენიმე საფუძველი გააჩნია. ერთი სპეციალურად შექმნილი, რომ აი იქ წინააღმდეგობა არავინ გაგვიწია და მხოლოდ ეს პირტიტველა ბიჭები შეგვახვედრეს და აი ეს შემდეგი ნარატივი, რაზეც გიორგი მისაუბრა. ერთი ეს მომენტი. მეორე მომენტი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ამ ადამიანებმა იუნკერებმა მართლაც გამორჩეულად იბრძოლეს და ის რომ მათზე ჩვენ ხშირად უნდა ვისაუბროთ და ბევრი უნდა ვისაუბროთ, ეს სრულიად სამართლიანია. ეს არის დღეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი, რუსთაველის გამზირი, აქ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამაზე და რა თქმა უნდა, როცა მოდის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაციის დღე, უნდა გავიხსენოთ ეს თარიღი და ვისაუბროთ სამწუხაროდ იმ მითებზე, რომელიც ჯერ კიდევ მყარად არის დამკვიდრებული საბჭოთა პროპაგანდის ინერციით საქართველოს რუსეთის 1921 წლის ომის შესახებ და ერთ-ერთი ასე ვთქვათ მითი, რომელიც აკავშირებს 1921 წლის ომის თანამედროვეობასთან და იმ დეზინფორმაციასთან, რომელსაც დღესაც ავრცელებს რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არის მსხვერპლის ამაოება, რომ თითქოს ის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს გაიღო, იყო ფუჭი და ამაო. და სხვა შორის ბოლშევიკი ლიდერები მაშინ ამბობდნენ, რომ ნოე ჟორდანიას, ანუ საქართველოს ადანაშაულებდნენ ომში. მაგალითად, მამია ურახელაშვილი ამბობდა, რომ ნოე ჟორდანიამ თავიდან ვერ აიცილა ომიო, მაშინ როცა საბჭოთა რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, ისევე როგორც 2008 წელს რუსეთის ფედერაცია დაესხა თავს საქართველოს. მეორე მითი არის, რომ საქართველოს წინააღმდეგობა არ გაუწევს. სინამდვილეში საქართველოს დიდი და სერიოზული წინააღმდეგობა გაწია და ეს ომი არა მხოლოდ თბილისის გარშემო მიმდინარეობდა, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ის ბრძოლა, რომელიც გამართეს ჩვენმა წინა თაობებმა, ის ბრძოლა ჩვენ ჯერ ერთი რომ ვიცოდეთ სინამდვილეში რა მოხდა და შემდეგ რა თქმა უნდა მათ დაგვიტოვეს ჩვენ ბრძოლის მაგალითი და ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნის განმავლობაში გაიღო დამოუკიდებლობისთვის, ეს მსხვერპლი არ უნდა დავივიწყოთ არასდროს. საარქივო დოკუმენტები ჩვენ გვაჩვენებს სრული სიტყვით რა იყო სინამდვილეში. ხო, აი თქვენ წარმოიდგინეთ თითოეული ვაზნა არის დათვლილი. საბჭოთა რუსეთს აი ამ პოლონეთთან ომის მსვლელობისას, სამოქალაქო ომის მსვლელობისას